პარამოფარიკავე, ოლიმპიური ჩემპიონი. ოჩამჩირელი ირმა ხეცურიანი რუბრიკაში პორტრეტი. ვარ აფხაზეთიდან, ირმა ხეცურიანი, პარამოფარიკავე, 7 წლის გავხდი აფხაზეთიდან, რომ იძულებით მოგვიწია გადმოსვლა ჩვენს საქართველოში, მაგრამ სხვა მხარეს. დიდი ტრამვა იყო, უბრალოდ იმ პერიოდში ვერ ვითავისებდი ამ ყველაფერს ისე კარგად. იყო ძალიან მძიმე წლები და შემიძლია ვთქვა, გაცილებით მძიმე, ვიდრე ეტლი იყო ჩემთვის. ყოფილა პერიოდი, როცა სკოლაში დაუცინია ვიღაცას რომ ჩანთა რატომ არ გაქვს პარკით რატომ დადიხარ და დედა ჩემს ისე მივარდნილარ და იცი რამე ჩანთა უნდა მქონდეს და სკოლაში არ წავალ. მართლა ზედმეტად გაჭირვებული ცხოვრება გამოვიარე პატარა ასაკში და ალბათ ჩემზე უფრო გაჭირვებულებიც იყვნენ იმ პერიოდში. სკოლაში საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი. წარმატებით დავამთავრე 11 კლასი და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე. ქუთაისში იყო ესეთი აკადემიური სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საუბედუროდ პირველი კურსის დახურვის პროცესში უკვე აღმომაჩნდა ეს ჩემი აუბედითი დაავადება. გავიკეთა უკვე სასწრაფოდ ოპერაცია და მე უნივერსიტეტი მართლა აღარავის აღარ გახსენებია და ბოლოს როცა მოვიკითხე რომ მოვედი აზრზე რომ იქნებ გავაგრძელო იყო ძალიან გვიანი იყო, იმიტომ რომ საბოლოოდ გარიცხეს ეს გოგო უნივერსიტეტიდან და სამწუხაროდ არაინფორმირებულობის გამო. უდიპლომურ ვრცალი ვარ. მე არ ვთვლი რომ ეს რაღაცა კატასტროფაა, იმიტომ რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩემ ახალ ცხოვრებასთან ერთად დავიწყე რაღაც სხვადასხვა კურსების გავლა, სერტიფიკატები და ასე შემდეგ და მე მომწონს ეს ყველაფერი. გამიჭირდა ის პერიოდი, როცა 18 წლის ასაკში იგებ რომ შენი სხეულის რაღაც ნაწილი, მამოძრავებელი ნაწილი, რომელიც გადაადგილებაში გეხმარება, უკვე ვეღარ დაგეხმარება ამაში და შეიცვალა ყველაფერი. სადღაც 1-2 წელი, 3 შემიძლია ვთქვა, რომ აი მძიმედ გასტანა იმ დეპრესიამ, რომელიც მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებზე გადაწყდა და რომლის მსხვერპლიც მხოლოდ ძირითადად დედა ჩემი იყო. ვერ წარმომედგინა ეტლი და ახალგაზრდა გოგო, ეტლი და ახალგაზრდა ადამიანი. სარეაბილიტაციო ცენტრში წავედი უკრაინაში და იქ 2 კვირა შოქში ვიყავი, იმიტომ რომ უამრავი ხალხი ვნახე ეტლით მოსარგებლე, რადგან მე თავი საქართველოში მხოლოდ ერთადერთი მეგონა ამ მდგომარეობაში და უამრავი ადამიანი ვნახე სხვადასხვა შეზღუდვებით, არა მარტო ეტლით მოსარგებლეები და მამაჩემს უხვეწები გარდამტოვებითი. და ამ ყველაფერმა რაღაცნაირად ზედმეტად დიდი გავლენა იქონია ჩემზე. საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან ცუდი იყო. არ ვიცი, შეიძლება მეც იგივე გამეკეთებინა, როცა ეტლით მოსარგებლე დამენახა, გადაადგილება რომ შემძლებოდა და ეს ფაქტი პირადად მე არ შემხებოდა და ამიტომ მე აუბრაზდები არავიზე და ზოგადად არც მაქვს ალბათ უფლება გავბრაზდე. ყველას აქვს თავისი ემოცია და თავისი ემოციის გამოხატვის უფლება. მე მივხვდი ამას უკვე ძალიან გვიან, თუმცა იყო პერიოდი, როცა ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა. დღესდღეობით ჩვენ ვამკვიდრებთ უკვე იმ ფორმატს, რომ არ გვინდა ვიყოთ განსხვავებულები. რა თქმა უნდა, ფიზიკური შესაძლებლობებით შეიძლება განვსხვავდებით, როცა სწორად მიაწვდი ინფორმაციას, ძალიან კარგად იცი საზოგადოება თანადგომაც. ყველაფრის კარგად გაგება და ამ ყველაფრის კარგად გააზრება. მე ვთვლი, რომ ჩვენგან უფრო უნდა მიდიოდეს ის აქტივობა, რაც დღესდღეობით ჩანს და სახეზეა. მაშინ იყო კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ესეთი ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც უკვე პირველად გამოვედია ესე ღიად საზოგადოებაში და ნუ ფართე ასპარესზე და პირველად ჩამოვედი ბოულინგ შეჯიბრზე თბილისში. და ეს იყო რაღაც ჩემთვის წარმოუდგენელი ფაქტი, იმიტომ რომ თან სასიხარულო, განა რაღაც მიუღებელი, უბრალოდ სასიხარულო და წარმოუდგენელი, არ ვალოდებოდი ამ ყველაფერს. და შემდეგ უკვე იყო ბანაკი სენაკში, სადაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ასწავლიდა დამოუკიდებლად ცხოვრებას ეტლით მოსარგებლეებს.
ბევრი ინფორმაცია წამოვიღე იქიდან და კვალიფიციური ტრენერი ვარ დღესდღეობით ამ საკითხში, როგორ უნდა გააგრძელო დამოუკიდებლად ცხოვრება ეტლით მოსარგებლე ადამიანმა. იმდენად მომეწონა ის გასვლა გარეთ და იმდენად მომეწონა აქტიურობა, რომ მეთქი რაღაცა უნდა ვიღონო და მაშინ იყო ეს ბედნიერი ზარი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ იყო ესეთი კომიტეტი, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, სადაც სჭირდებოდათ ქალი ეტლით მოსარგებლე კადრი და რომ ეს კადრი ვიყავი მე. ოპერაციიდან მერვე წელს, უკვე მე-9 წელს აქ წამოვედი, მუშაობდი საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფის მენეჯერად და შესაბამისად იქ შემოვიდა შემოთავაზება, რომ არსებობს კატეგორია ხალხის ჯგუფი, რომელსაც სურს დააფუძნოს და განავითაროს საქართველოში ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობა. სიახლეების სიყვარულის გამო დავთანხმდი და ვთქვი, ერთი დღე დამჭირდა ამ ყველაფრისთვის, თუმცა ვთქვი, რომ რატომაც არა მოვსინჯავ ჩემს შესაძლებლობებს და თუ გამომივიდა თუ არა და შევეშვები და მორჩა. და როგორც კი აი პირველად იარაღი დავიჭირე ხელში და ეს იარაღი იყო რა პირა, ვთქვი, რომ ეს ჩემი სპორტის სახეობა და აუცილებლად უნდა დავეუფლო პროფესიონალიზმის დონეზე და რადგან გადავწყვიტე ბოლოს აი ნაბიჯ მოვედით აქამდე. ძალიან ბევრი სირთულე იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, სისტემატიური გონებრივი დატვირთვა, იმდენად საინტერესოა და იმდენად მიმზიდველია და გითხრეს შიგნით, თუ შეგიყვარდა იქ ყველაფერი დამთავრებულია და დღესდღეობით აი ფარიკაობისკენ ვეღარ ვიხედები მართლა. ძირითადი ღერძია და ამ ღერძის გარშემო მატრიალებს როგორც უნდა ისე. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სპორტი საზოგადოებასთან, ადამიანებთან ურთიერთობის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის, საკუთარი თავის რეალიზების. იმდენად გადავერთე სპორტს, არანაირი კომპლექსი აღარ მაწუხებდა. მე ვიცი რას ვაკეთებ, მე მაქვს კონკრეტული მიზანი, ანუ მიზანმიმართული გამხადა უფრო ბრძოლისუნარიანი და ზედმეტად თავისუფალი, იმდენად საერთოდ გავიხსენი და საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ მე ეტლით მოსარგებლე გოგო ვარ, რომელსაც რაღაცა ბარიერი შეიძლება წინ შემხვდეს და რომ არა ფარიკაობის ეს ოჯახი, ეს გარემო, ის რაც დამახვედრეს შიგნით არ ყოფილიყო, ალბათ მე არ მექნებოდა ეს ყველაფერი დღეს. სულ სხვანაირი იმავარ, იმიტომ რომ ჩემი საქმე ვარ, ჩემი თავი ვიპოვე და ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. პირველივე შეჯიბრიდან უკვე რაღაცა წინსვლები გქონდა, მეორე შეჯიბრზე უკვე медаლი წამოვიღე ბრინჯაოს სინჯის რაპირით ფარიკაობაში და შემდეგ უკვე იყო ვერცხლი, ბრინჯაო, ოქრო, პირველი ოქრო ხმალში იყო რაღაცა სასწაული განცდა და როგორი სიამაყეთ ვიყავი სავსე, რომ ჩემი ჰიმნი, ჩემი დროშა, მაგრამ ჩემი არა, ჩვენი ქვეყნის ეს ფრიალებდა მე ვიყურებდი და ჩემი ტექსტი არ მოვიწყდებოდა სიტყვით ხაბასხობით წინა დღეს ვიზაპირებდი რომ მე უნდა მოვიგო უეჭვი და აუცილებლად უნდა მიმღერო ჩემი ჰიმნი. ეს იყო საფრანგეთში, პარიზში, ძალიან ამაღლებელი ემოციური მომენტია, როცა შენი მწვრთნელი, შენი გუნდი, აი ამდენი შრომა, ამდენი ჯაფარო ყველაფერი ერთად ჩადებულია შენში და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რა გაწევს მხრებზე და თან რო იცი რომ უნდა მოიგო. სხვა გზა არ გაქვს და აი ამ ყველაფერს რომ შეასრულებ, რაც დავალებული გაქვს, ეს არის უკვე გამარჯვება საკუთარ თავზე ალბათ და იმდენად ამაყი ვიყავი ჩემი ჰიმნით და ჩემი დროშით, რომ ყველას მინდოდა გაიგო ეს საქართველო, ეს ქართველები ვართ. ტიტულებს რაც შეეხება, იყო ორი ტიტული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს არის მსოფლიო მასშტაბით პირველ ნომრად აღიარებული ხმლით მოფარიკავე ქალი მსოფლიოს. ესეთი იყო 2016-2015 წლების და 2016-2015 წლების იყო ასევე სპორტის სამინისტროსი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოფარიკავე პარასპორტსმენი ქალი. თუმცა ყველაზე ისეთი გრძნობების რაღაცები და სენტიმენტებში წავედი მართლა იყო აფხაზეთის სამინისტრო დამირეკა და მთხოვა რომ გვაქვს აფხაზეთობა დღეს და გისწავთ რადგან გვინდა დავაჯილდოთ აფხაზეთიდან თავის საქმეში წარმატებული ადამიანი და ესეთი ერთ-ერთი სპორტსმენი აღმოჩნდი მე ეტლით მოსარგებლე. ერთ-ერთ გადაცემაში იყო ჩემი ბლოკი, სადაც ვასრულებდი გადაცემას და ძალიან პოზიტიური ბლოკი იყო მძიმე თემების შემდეგ და ჩემს მეუღლეს გიორგი დანელიას უნახავს ეს გადაცემა და რაღაც გასჩენია სურვილი მოეწერა. თუმცა მე ეს მონაწერი სოციალურ ქსელში Facebook-ზე ნახე 10 დღის შემდეგ. იმიტომ რომ ეხა ოქტომბრის თვე იყო საერთოდ არ მაინტერესებდა არავინ, იმიტომ რომ ოქრო ავიღე და პირველი ოქრო იყო და ბედნიერი ვიყავი ამით
და არც სოციალურ ქსელში არ ვარ ისეთი აქტიური იმ პერიოდში და რომ ჩამოვედი საქართველოში, რომ მოვსულიერდი ცოტა და ეს ემოციები უკვე გვერდზე გადავდე. მეთქი ვიფიქრე, წავიკითხავ ახლა ვინ რა მომწერა, ვინ რა მისურვა და ყველაზე მოკლე ტექსტი ვისაც ჰქონდა გამოგზავნილი ის წავიკითხე. იყო სულ 3 სიტყვა, ძალიან ლამაზი ხარ და მე ძალიან დიდი მადლობა და წამოვიდა SMS-ების ცვენა. მართლა არ ველოდებოდი რომ მოვლენები ესე განვითარდებოდა, იმიტომ რომ მზად არ ვიყავი ურთიერთობისთვის, რამოდენიმე წარუმატებელი პირადი ცხოვრების გამო მე შინ უნდა გინდოს ურთიერთობის დაწყება, მე სპორტს ვერ დავდო. პირველი ჩემი სიტყვები იყო ეს, რომ ფარიკაობის გარეშე მე არ ვარსებობ, წარმოიდგინე, გაიცავისე, გაიაზრე და ალბათ უხარ მზად. ძალიან ჯიუტია. რომ არ ამის სიჯიუტე. ალბათ არ ვიქნებოდი დღეს ერთად. მაქსიმალურად ვცდილობს რომ ხელი შემიწყოს, ანუ გვერდით ყავს, ისე მყავს რომ თვითონაც ჩემთან ერთად არის, მუშაობს ამ ცენტრში, დამხმარე ასისტენტია. ზოგადად არ მიყვარს რაღაც ვირტუალური ურთიერთობები, შევთავაზე რომ მინდოდა მისი პირადად გაცნობა. და დაახლოებით თვენახევრის მერე დავითანხმე პირადად. გავიცანით ერთმანეთი. ძალიან მაინტერესებდა ეს ერთი ადამიანი ამ დერამეს როგორ აკეთებდა ზოგადად, იმიტომ რომ როგორც მისი მეგობრების გამო მქონდა გაგებული, ცხოვრობდა მარტო, ყველაფერს აკეთებდა მისით. როდესაც ადამიანი ეტლში ზის და ამ დერამეს აკეთებს თავისით, ძალიან დამაფიქრა ამ ყველაფერზე. მე არავისგან არ მსმენია რაღაც უარყოფითი ეთქვა ვინმეს ირმას მიმართ, პირიქით. ყველა კმაყოფილი იყო მისი გაცნობით. იქიდან მოყოლებული თითქმის ერთად ვართ და ერთად ვატარებთ ძირითად დროს. ირმა ჩემთვის ცოტა განსხვავებული პიროვნებაა. მეორე წელი ხდება, რაც ერთად ვართ. ნოემბერში ქონდა ქორწილი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ადამიანის გვერდზე ვცხოვრობ. ამ ადამიანთან ერთად ცხოვრება მიწევს. კი, დაახლოებით 360 დღის განმავლობაში შეიძლება 300 დღე ვარჯიში იყოს, მაგრამ ყველანაირად უწყობთ ერთმანეთს ხელს. ჯვარი ქაშვეთის ეკლესიაში დავიწერეთ. განა ეტლით მოსარგებლები ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ გათხოვილან ან არ დაუწერიათ ჯვარი, ან არ მოუყვანიათ ცალი, მაგრამ აი ესე პომპეზურად, რომ არაფრის არ ერიდებოდა ეს თავისუფლად, ესე მსუბუქად და ესე ჩვეულებრივად მგონი პირველი მე შევედი ტაძარში, რომ არავის არ მემალებოდი და იყო რაღაცნაირი შეგრძნება, რომ დიახ, მე დღეს ჯვარს ვიწერ მერე რა. ფარიკაობის გარდა მასთან მაკავშირებს უდიდეს მეგობრობა. ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ მას თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ, ყველანაირად გვერდში მიდგას, როგორც პარტნიორი და ასევე როგორც მეგობარი. როდესაც მე ფარიკაობ, ირმა არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მე მავსებს მისი შეძახილები, მისი ემოცია და ხშირ შემთხვევაში ის არის მიზეზი, რომ მე ის კონკრეტული ბრძოლა მოვიგო. პოზიტივს ასხივებს ყოველთვის და ჩემთვის ჩემ ცხოვრებაში ნათელი წერტილია, სხივი, მზე გოგო. ხაზეთი. ჩემს წარმოსახვაში ზუსტად ისეთივეა, როგორც დავტოვე. თუმცა ის პერიოდი არ მინდა მახსოვდეს, როცა ჩემი სახლი იწოდა, იმას უყურებდი. უფრო მანამდელი პერიოდი, როცა ყველა ბედნიერი იყო, ყველა კარგად იყო, სხვაგან გული უბრალოდ არ მიგვიწევდა. მაგრამ შინაგანად სულ მაქვს იმის სურვილი, რომ იქ მინდა ვიყო ის ჩემი სახლი ისევ ისეთი იყოს. იმიტომ რომ მაშინ სიცოცხლე იყო და ჩქეფდა და გქონდა ზღვა, გქონდა მდინარე, ერთ პატარა სოფელში, გქონდა ბუნება სასწაული. ეგ არის ძირითადი და გადაულახავი ტკივილი, შინაგანი. მე დღემდე ვერ ვუყურებ ბრძოლის მომენტებს, დღემდე ცუდად ვხდის, როცა რეალურ კადრებს ვხედავ, იმდენად მწარე იყო და იმდენად მტკივნეული იყო, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იქნება როგორმე დამავიწყდეს და არ გავიხსენო. მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენი ტკივილი გვახსოვს, ჩვენ ალბათ არანაკლები ტკივილი აფხაზ მოსახლეობას ახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქაც დაიღუპა და იქაც განუკითხაობა იყო და არ ვიტყვი, რომ მარტო ქართველები დავზარალდით, მე რა თუ იქ დარჩნენ. მე ვთვლი, რომ ის ცხოვრება, რა ცხოვრებითაც ისინი ცხოვრობენ, ცხოვრება არ არის. მომავალი თაობები თუ ერთმანეთს ვაპატიებთ და შეურიგდებით და თუ ზემოთ აღნიშნული ქვეყანა არ შეგვიშლის ხელს ამ ყველაფერში და ისევ სიძულვილის ენას არ დათესავს, ალბათ გადაიჭრება ეს პრობლემა და მოგვარდება ეს პრობლემა. ჩემთვის მონატრების ყველაზე ისეთი დიდი განცდა არის აფხაზეთი.